დღეს ამ ვიდეოში ცოლს ვასწავლი დრიფტს. მობრძანდით? ჰალო! აქ არის ქალბატონი. ლიზას მანქანა არ მოუცურებია არასდროს და დღეს გამოცდის. რას ფიქრობ, გამოგივა, არ გამოგივა? არ ვიცი, ძალიან ნერვიულობ. აი, ძალიან მეშინია. ძალიან დიდი ხანია. პლუსის აქ, რომ რუსთავში ვართ, დაცულ ტერიტორიაა, რის გამოც. მადლობა რუსთავის ავტოდრომს, რომ გვიმასპინძლა და დღეს გადავიღებთ ცოლს, როგორ ვასწავლოთ დრიფტი და იმედი არ მოკვდებით და იმედია ყველაფერი დასრულდება კარგად. მექანიკის სტარება იცის, სხვათა შორის 36-ზე ისწავლა, რომელიც აქ არის, მაგრამ ეს არ იყო. 36-ზე არ მისწავლია. სილუიაზე ვისწავლე. მოდიში ეს იქ-ზე ვუსწავლი. არ მახსოვდა. მაგრამ პრაქტიკა ხო უფრო მეტი იყო 36-ზე ვიდრე ეს. პრაქტიკა 36-ით გავიარეკე ქალაქში. ხო, დადიოდა ჩვეულებრივად რა მექანიკით. მაგრამ სავარაუდოდ აღარ ძალიან ხანი აღარ მიტარებია და ძალიან მეშინია და ძალიან ნერვიულობ. ნუ მექანიკის სტარება იცის ასე თუ ისე. ეხლა ვნახოთ როგორი გამოცდილება იქნება დრიფტში და როგორ შეიძლება, ანუ საჭერსთან სხვანაირად იგრძნობა დრიფტი, ვიდრე გვერდზე როძი ხარ რა და დღეს პესენჯერ პრინცესო იქნები მე. ხო და შევითავსებ მაგროულს. აუხსნი ეხა დეტალებს, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და დავიწყებთ უკვე მოცურებას მანქანის და ვნახოთ რა სიზავს. სანამ მანქანაში ჩავჯდები, რაღაც ეჭვი მაქვს, რომ იტყვის მანქანა ხო არ ამეწყო ჩემთვისო. გეშინია? და ალბათ გაინტერესებთ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. 5 წელია რაც YouTube-ზე ვიდეოებს ვდებ და სულ ახლახანს გავხდით 10,000. მივხვდი რომ YouTube-ს არასწორად უყურებდი. ამიტომ ეს არ არის მორიგი ვიდეო, რომელსაც აქამდე ვდებდი. ეს არის ჩელენჯების დასაწყისი და ექსპერიმენტი, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაიზარდო, როცა ყველაფერს ნულიდან იწყებ. ავჯექით მანქანაში, მეგობრებო, ვახტში. ლიზა მოირგო ასე თუ ისე მანქანა ცოტა სკამი უკან არის, მაგრამ ცეპლენიას ნორმალურად ვერ წვდები. რაღაცას იზავა რა უშავს. შემდეგში უკეთესად დავამაგროთ სკამი. ესე იგი, ახლა მოდი აუხსნათ ლიზას რა უნდა ქნას. პირველ რიგში გვაქვს 3 ვარიანტი მოწყვეტის რა. დონატის გაკეთებს. დონატი უნდა გავაკეთოთ, დონატით უნდა დავიწყოთ. საბაზისო იგი იქნება, რომ დონატით დავიწყოთ. პირველ რიგში რაც 3 ვარიანტი გვაქვს მეთქი რო გითხარი. პირველი არის, რომ შეგვიძლია წრეზე ვიაროთ და მანქანას სიმძლავრე რო აქვს მოწყდება მანქანა და მერე გავაგრძელოთ. მეორე ვარიანტი არის ცეპლენიას გამოვარტყათ და აი ეგ მინდა ეგ. ცეპლენიას რო გამოვარტყა. მეორე შემომარტყმა. და მესამე ვარიანტსაც ვიტყვი რა, ანუ შეგვიძლია სწორად ამოვარტყათ ცეპლენიას და მერე მივმართოთ საჭერას, საითაც გვინდა, ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. მაგრამ ჩვენ დავიწყოთ მარცხნიდან, იმიტომ რომ მარცხნიდან უფრო მარტივია და მარჯვნიდან ცოტა რთული არის. ნუ ესე უჭირთ ხოლმე რა. შენ გირჩევნია ცეპლენიით ამოვარტყათ. რომ გამოვარტყავთ ცეპლენიას, მანქანის კონტროლი უნდა მოხდეს არასაჭის ჯაჯგურით და ჭიდაობით, უშუალოდ გაზის კონტროლით რა. მაგას შეიგრძნობ. მაგრამ თავარია არ დავიძაბოთ. მაგრამ ნუ დრიფტის ერთ-ერთი ისაა, რომ შეიძლება დაიძაბოთ. დაწყებ. მე ხო იცი ექსტრემალურ სიტუაციებში მარჯვენა და მარცხენა მერევა და რა მნიშვნელობა აქვს მარჯვნიდან დავიწყებთ თუ მარცხნიდან? შეგრძნების დონეზე უკვე ისე არის რა, თორე მაგას მნიშვნელობა აქვს. თორე როგერევა ეგ ცალკე თემა არის, მაგრამ მარცხნიდან უფრო ემარტივებათ ვიდრე მარჯვნიდან რა, ეგაა სხვაობა, თორე მეტი არაფერი. ხო და ეხა რა ვქნათ იცი? მანქანას, ანუ შენ გინდა ცეპლენით გამოვარტყ. საჭი ოდნავ ავიღოთ, ბრუნი ავიყვანოთ, დაახლოებით ალბათ 4-5,000 საბაროდზე, მაგრამ პრიმორი არ გვიმუშაოს, მაგრამ გაზით შევიგრძნოთ. ეგეც ექსტრემალური სიტუეიშენია და არ გეტყვი რა, გამოვარტყი მეთქი და მაგდროს გამოვარტყავ. თუ დაგვაკლდება გაზი, მაგასაც გეტყვი გაზი დაგვაკლდა მეთქი. მაგრამ ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში, რომ კარგად გავაკეთოთ. გავაკეთოთ ერთი, მე გავუჭირდეთ აგიხსნი რა უნდა გააკეთო. დავიწყოთ. მაინც მეორე კამერას ჩავთ. სანამ ეს კამერა ჩაირთვება, აქვე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ მეგობარ კომპანიას Action Pro-ს. Action Pro ეხა რა არის? შეგიძლიათ Action კამერები შეიძინოთ და თუ შეძენა არ გსურთ და გინდათ უბრალოდ რომ იქირაოთ, შეგიძლიათ X-Service-იც გამოიყენოთ. ლინკი იქნება აღწერაში და შეგიძლიათ გადახვიდეთ და დაეკონტაქტოთ და უშუალოდ თქვენ გაარკვიოთ ყველაფერი. ძალიან მაგარი ხალხი. აი ხა ჩაირთო ეს კამერა, შეგვიძლია დავიწყოთ. წავედით. სანამ დავქოქავთ, შეგვიძლია პირველი ვცადოთ რა, იმიტომ რომ ნუ მართალი ეს ამ მანქანას სიმძლავრე აქვს, მაგრამ ჯობია პირველი ვქნათ, იმიტომ რომ მეორემ შეიძლება ცოტა დაგაბნიოს და მოდი პირველი ვცადოთ, თუ მოკლე იქნება, მე მეორეთი დავიწყო. და საჭე მიმართ. ეხა ბრუნი აიყვანე, მიდი გაზი მიეცე. კიდე მიეცე.
მიეს აკალე. აი. მიეს. გააჩერე. გას. გააჩერე შეცეპლანეთს თორმის. არა, ეგ. არ დავეჯახებ. თავინდა. ჩამიქრა. გას ნუ აკალე. რა გაზი მიეს და დაიჭირე სტაბილურად. სტაბილურად. ეგრე გაძურება რაღაც. ერთი ზა მოვისმინე. გას სტაბილურად დაიჭირე. ხო. და ცეპლანეთს მერე გაარტყი. არა, ეგრე არ გამო. სტაბილურად დაიჭირე გაზი. ეხლა ვგაზდები. რას ბრაზდები? მაიცადე ერთ წამი გაგრილდება ჩო. გაზს მიეცი ბოლო. გაარტყი. გაზ. მელა. პირდაპირ რუიანი მომიდა. უკან დაბრუნდი. მე სადმიკა, მე ესე ნუშვებ. გედოს აქვს, აი სადმიკა. მიდი ესე მოდი. გაზ. გაზ ნუ აკალე. გაზით ბალანსი. გაზ. ბევრი იყო მიხვდი და მაგით დაგვატრიალა. აი სოფრო შუალედი უნდა იყოს, რომ სტაბილურად იყოს. ანუ არც უნდა დააკლო და არც ბევრი მისცე, რომ თუ ბევრს მისცემ, დაგატრიალებს და თუ ცოტას მისცემ, გაგასწორებს. მისო გაგალე. არა უშ. თო ტელეფონი გადამიმა. ორი წამი გააჩერე რაღაც მოუვიდაც. всё, მეგობრებო, კამერა გადავადგილეთ, იმიტომ რომ ხურდებოდა და ითიშებოდა. პლუს ამას პატარა ჩეპე იყო, მანქანა ცოტა გაგვაბრაზა. და ეხა გავაკეთებ და ვიწყებთ. ვაგრძელებთ. სასვანე გავიკეთე, იმიტომ რომ ზე ძალიან მიჭრედინე. ძალიან ცხელა ხო დღეს. ისე რა, მაღალ აბაროდზე და ცეპლანიას ვარტყავთ. მინდი? ცოტა იქით აიღე. აი ეგრე, მინდი. გაზ დააკეთე ხა მიხდი? უკეთესი ხო იყო? კი. მიდი ეხა ცოტა წინ. აიღე იქით. გაზ დააჭირე. გაზი გია. ბევრი გაზი მიეცი თუ დაამუღამე. ხო. და მაგიტო დატრიალებისკენ წავიდა, მაგრამ ეცადი რომ არ დაგტრიალებულიყო, გაზი დააკელი, ოდნავ გასწორებაში მოვიდა მანქანა და მე გაზი მიეცი და გააგრძელე. თქო, მე რომ მიდიხარ სწორდები რა, თუ რომ გაზი საკალე. გაზი დააბალანსი. თავიდან ძალიან მიტრიალდება და მე ხო, იმიტომ რომ ბევრი გაზი აძლევ და არ მის ეხ მიდი მიეცი ეხა გაზი, რომ მოწყდეს მანქანა და მე უკვე დააბალანსი. კაი. ეს თუ გააკეთებ, ანუ კარგად დონაც, მე გარეთ გადავალ და დანარჩენი შენ გააგრძელე რა. უფრო თავისუფლად იქნება ჩემი აზრით. კაი. მიდი, გადავიდე. Просто ამის გამოყენებას აზრი არ აქვს თუ ცეპლანიას ფეხს არ დაადგა. გადავდივარ მე ხა, კაი იყო ძალიან, გაგისწორდა. გააჩი. ვაჰ. ლიზა არის მეგობრებო მარტო და ეხა უნდა ცადოს. გაუსწორდა, ხო აშკარად? კაია? ძალიან!
გააჩერე. გადმოდი. არ მეგონა. იდეაში თეორიულად ყველაფერი ვიცოდი როგორ უნდა გამეკეთებინა, ასეტოზეც მიცდია. არა, ასეტო, იცი რა თემა, ეხა გეტყვი, მაიცა კამერამენს მივცემ კამერას. ანუ ის თემა რომ გონება მეტიშება და რაღაც ეგ არ მქონია. კაია მე მაგას რაჯობი. მე რო გეუნებოდა, ანუ სუნდა იფიქრო რა დრიფტის დროს. ის ნერვიულობა მოგიხსნა? აი, ეხლა ბოლოს ეხლა მეორე დრო ჩავსხედით. არა, მეორე დრო ჩავსხედით უკვე, სანამ მანქანას გავაკეთებდით კამერას, სანამ შევცვლიდით და რაღაცა, მე უფრო რაღაცნაირად მობილიზებულად ჩავჯექი მანქანაში რა. აი, მობილიზებულად ჩავჯექი და მეთქი всё, აი, ეხლა უკვე ისე უნდა გამომივიდეს, როგორც არასდროს რა. და თავიდან დაძაბული იყავი რა. თავიდან, აი, პირველად რო ჩავსხედით, მაშინ ძალიან დაძაბული ვიყავი, ხელებიც კი მიკანკალებდა რა. ხო, და რო გადმოვიდი, მე იმოქმედა მაგ ფაქტორმა, თუ არაფერი არ იყო. არა, არაფერი არ შემცვლია, просто თითქოს უფრო მსუბუქი იყო მანქანა. ხო, ეგ ლოგიკურია, რომ ეგრე იქნება. აი, უფრო კარგად მომყვებოდა რა. ასეტოზე რომ მივდიოდით ხოლმე სათამაშოდ. ხო, ასეტო ვთქვათ. ხო, ასეტოზე როცა მივდიოდით ხოლმე სათამაშოდ, ძალიან ვბრაზდებოდი, იმიტომ რომ რავი, ალბათ. ნუ შენ ეხა თამაშობ და მე ალბათ ერთი სამჯერ ვიჯექი, სამჯერ ვერ ვცადე, ანუ არ მესიამოვნა რა, არ გამისწორდა, იმიტომ რომ არ გამომდიოდა და მე თუ რაღაცა არ გამომდის, ძალიან ნერვები მეშლება. ეხლაც თავიდან რო დავჯექი მანქანაზე და რო არ გამომდი, აი პირველივე ჯერ რო არ გამომივიდა, ნერვები მომეშალა. ერთ წუთი მაცემინებს. დავამტკიცე. ხო და ძალიან ნერვები მომეშალა რო არ გამომდიოდა რა და მე რაღაცნაირად მობილიზდი და გამომივიდა. მაგრამ რეალურად ასეტოსთან რო შევადაროთ რეალური მანქანა საერთოდ სხვა არის. სხვა იქიდან გამომდინარე რომ აქ შეგრძნება ხდება მანქანის რაკით. ხო, აი ვაფშე სხვა არის. ასეტო სხვა არის. აი ვინმე მომიტყვის. ტრაექტორისთვის არა, ეგრე არა. ტრაექტორისთვის გასაგებია, სწავლობ ტრაექტორიას, მაგრამ აი ვიღაცამ რომ მითხრეს რომ აი ერთნაირია იმენა, მაგრად ივარჯიშებ და რაღაც ტრაექტორიას ივარჯიშებ, კი, ოკეი, მაგრამ ის შეგრძნება რომ მანქანა მოწყვიტე და რაღაცა ვაფშე სხვა რამეა. ფიზიკა არა ეგეთი, ხო, ლოგიკურია რომ არ იქნება, მაგრამ არსებობს ისეთი აპარატი, რომელიც თვითონ ესე მოძრაობს. ნუ ეგ უკვე ეხლა ეგ მანქანა გავაგრილოთ ცოტა და გააკეთე კიდე ერთი რუიანი. რუიანი გამოუვიდა, ფაქტია გამოუვიდა, ასე თუ ისე დადის. ანუ თან არც აგიხსნია ესე რომ არა, შეგინდა ხო გემოვნე რა ჩააგდე, გადააგდე. ხო და რასაკეთებ რეალურად? აგიხსნი რომ მიდიხარ დონატი ხო გააკეთე, დაიწყე პირობითად აქედან გააკეთე ეს დონატი და მოხვედი აქ. აქ რომ მოხვედი, ცოტა უნდა ჩააღრმავო გაზით. და გას რო გაუშვებ, გას რო გაუშვებ, თვითონ გადამოგაგდებს ახეთ ინერცია. აი, მაგას ვცდილობ. რომ გადამოგაგდებს, აქ გაზი უნდა გაუხსნა კიდე რომ აქეთ წამოიყვანე. მე ახაც რომ მოდიხარ. აქაც უნდა ჩააგდო და მე აქეთ უნდა გადმოხვიდე. ეგაა რა. იდეაში მაგას ვცდილობ, რომ ჩავაგდო და მაგ დროს მავიწყდება მე რომ საჭეს ხელი გაუშვა რა. ხო და საჭეს ხელი გაუშვა გაყვება. სადაც წავწავა აქ ვერაფერი ვერ მოგივა რა. ქალაქში არ ვარ და შენი აზრით გამოგივიდა თუ არა? ჩემი აზრით პირველი ჯერისთვის ძალიან კარგი იყო რა. ოჩის დრასტ. თუ გინდა ერთი კიდე გააკეთე. ერთს გავაკეთებ კიდე ხო? და მე მაყურებელსაც დავამშვიდობთ რა. ძამი გაგრილებას გამოვთხოვ ხმა. ეგაა ია რა, გაგრილება გამოვთხოვ. ეხლა სხვა პრობლემა მქონდა. რა პრობლემა? რა პრობლემა და ეხლა უკვე გაზისის მქონდა რა. ბევრ გასვაძლევდი ძალიან ხო. დამოუკიდებელია. თავარია გამოგივიდა. თავარია აზროვნებ დრიფტში. და თავარია პირველად ვცადე. ხო, პრაქტიკა მოიწამლე სავარაუდოდ. და რა ვიცი. დავი კომენტარით რას ფიქრობთ, როგორ გაართვა თავი. მე მგონი კარგად, თქვენი აზრი დავიფიქსირეთ კომენტარებში. შემდეგი ვიდეოები იქნება ძალიან საინტერესო. ნიჭიერი ვარ რა. საინტერესო ვიდეოები გერთ წინ, ასე რომ არხი აუცილებლად გამოიწერეთ. ხანდახან ყველაზე რთული მარცხი ის კი არ არის, როცა აგებ. ყველაზე რთულია, როცა არ ნებდები, მაგრამ შედეგი მაინც არ მოდის. ყოველ ჯერზე მეგონა რომ შემდეგი ვიდეო შეცვლიდა ყველაფერს. მერე კიდევ შემდეგი, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, თუ ისევ იგივეს გავაკეთებდი, იგივე ადგილას დავრჩებოდი. ამიტომ ეს არის ცდილობა, დავამტკიცო რომ 5 წელი დაკარგული არ ყოფილა.